როგორია შენთვის ყველაზე კომფორტული დამკვეთი? ვართ ცოტა მარტივი გამოსავლის პოვნა. საკმაოდ რთული, ახლა უკვე გადავედით ციფრულ რეჟიმზე. რუსოთ, ტრენდზე აყვავილი მომხმარებლებს რას ურჩევთ? არ მესმის რას ნიშნავს ტრენდული ინტერიერი, რომელიც არის მისი შემოსავლის წყარო. ბავშვის ოთახი შემიღება ეკოლოგიურად სუფთა საღებავით. ეს არის თავიანთი სურვილები ქონდეთ ბოლომდე გააზრებული. მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია, 9 საათიდან. შესაბამისად თქვენთან ერთად ვართ უმაგრეს და ულამაზეს სტუმართან ერთად და რა თქმა უნდა პროფესიონალთან, რომელიც ამ ჩვენი სფეროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია რუსო ჭანშიაშვილი, ჩვენი სტუმარი. გამარჯობა რუსო. ძალიან დიდი ხანი მინდოდა რომ ყოფილიყავი ჩვენთან სტუმრად. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძირი ნაწილი მაინც გვექნება პროფესიულად, მაინც არქიტექტურით დავიწყოთ. თქვენი მოღვაწეობა ორივე სფეროს მოიცავს, მაგრამ ჯობია რომ არქიტექტურით დავიწყოთ და პრობლემებზე საუბარზე სანამ გადავალთ, ვისაუბრებთ რაღაცა დადებით მხარეზე არქიტექტურის მხრივ. პირველი კითხვა რაც მაქვს, რაც ეს ტრადიციული ჩემი კითხვა რაც არის არქიტექტურაში, რა არის რაღაცა 2026 წლის ტრენდები რა არის ახლა და უფრო მოთხოვნა რაზე არის გაჩენილი თქვა მომხმარებლების მიერ. იცი რა არის ტრენდს რაც შეეხება, ტრენდი უფრო არის ინტერიერის დიზაინში. ანუ ტრენდებს მიყვება უფრო ინტერიერის დიზაინი. არქიტექტურას რაც შეეხება, ძირითადად არის ინდივიდუალური დამკვეთის და ფუნქციური მოთხოვნიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მასალები არის ინოვაციური მასალების დანერგვა ყოველთვის ტრენდულად ითვლება უკვე და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადად მაინც მივყვებით დამკვეთის და ფუნქციურ მოთხოვნებს. არქიტექტურაში რამდენად ცდილობთ ხოლმე რომ დამკვეთთან რაღაცა ეს თანამედროვე ნაწილები რომ შეიტანოთ თქვათ რაღაც ახალი გამოწვევები, ინოვაციები და რამდენად იღებს ამას თქვათ მომხმარებელი. ეს რა არის, ხო, ესეც ინდივიდუალურია, ახლა დამკვეთი ძალიან ბევრნაირი არსებობს. ჩვენი მხრიდან ყოველთვის ვცდილობთ რომ რაღაცა სიახლე შევთავაზოთ, რაღაცა მრავალფეროვნება და ასე შემდეგ. მიმხნებლობაც აქვთ მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია ბიუჯეტზეც, ცოტა ბიუჯეტიდან გამომდინარე. რაღაცა დოზებით შეიძლება მიიღოს, რაღაცა დოზებზე უკვე ცოტა შეჩერდეს, მაგრამ ჩვენი მხრიდან მცდელობა არის და იქიდანაც უკავშირიც საკმაოდ დადებითია ხოლმე. იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა ეს ამპარტამნული მომენტიც ირსვებათ, რომ უნდათ რომ პირველები იყვნენ, უნდათ რომ გამორჩეული შენობა იყოს მათი და რა თქმა უნდა, ამაზე მოყვებიან რაღაც დონემდე, მე უკვე რამდენად მე ხშირად ხდება და ხდებოდა ხოლმე თქვა სიტუაციები პროექტებიდან გამომდინარე რომ ძალიან არაფუნქციურ ნაგებობებს არჩევდნენ ხოლმე და რაღაცა ბევრი ოთახი მაგალითად რომელიც შეიძლება საერთოდ არ ჭირდებოდათ რაღაცა მოცულობითი ის უნდათ ანუ წინასწარ რამდენად არიან ხოლმე დამკვეთები მომზადებული იმაზე რომ მინდა ეს ამდენი სხვა ეგ აუცილებელი პირობაა ჩვენი მხრიდან ჩვენ საპროექტო დავალების გარეშე ან დამკვეთთან ურთიერთობას არ ვიწყებთ, ვაძლევთ გარკვეულ დროს, რომ კარგად მოიფიქრონ, ჩამოყალიბდნენ მათ საკუთარ სურვილებში. რა თქმა უნდა, მე შუაკეთების პროცესში მადაც იღვიძებს და რაღაცა ცვლილებებს ექვემდებარება, მოცულობა იზრდება. ოღონდ ძალიან სასაცილოა ხოლმე ხანდახან რომ არაადეკვატურ, ანუ რაღაც კონკრეტულ ფარჩში ითხოვენ არაადეკვატური სათავსების ჩატევას, რაც უხსნით ვერ ფიზიკურად ვერ, მაგრამ ხო, არა, ეს მოთხოვნები აუცილებელია, საპროექტო დავალებისთვის უნდა იყოს დამკვეთი მზად, რომ ეს ჩვენი მხრიდან მოითხოვება და რაღაცნაირად შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ, რომ დავიწყოთ უკვე რაღაცა ჩონჩხზე მუშაობა. მე იქ რა თქმა უნდა ცვლილებები ყოველთვის თამდევი პროცესია პროექტის კეთების დროს, მაგრამ რაღაცა ისეთი გეგმასავით უნდა გქონდეს. რუსო, უამრავი პროექტი გაქვს შესრულებული. როგორია შენთვის ყველაზე კომფორტული დამკვეთი? ანუ როგორი ქცევა უნდა გქონდეს თქვენთან მიმართებაში? როცა ხელს აწევს და იტყვის up to you. ეს არის ის მომენტი, როცა შენ გესხმება ფრთები და უკვე გერთვება ყველანაირი შემოქმედებითი მუშაობის პროცესის სურვილი. ხო, ეს up to you-ს შეგვიგულისხმობთ იმას, რომ ალბათ რაღაც ფინანსურათაც როა
თავარია რომ გამოვიდეს რაღაცა კარგი პროექტი და მანდაც შეზღუდულები არ ხართ რეალურად. ხო, როცა ახლა ბიუჯეტზე არ ხარ მიბმული, იქაც ოღონდ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ადეკვატურობის ფარგლებში და რაღაც ახლა ასტრალში ვერ გააფრენ იმ შენ პროექტს, რომელიც მე განხორციელებას ვერ დაექვემდებარება, იმიტომ რომ შენი ინტერესია რეალურად რომ არ დარჩეს ქაღალდის არქიტექტურა და ამ ყველაფერს რაღაცა ხო რეალიზებული პროექტი შედგეს. აქედან გამომდინარე, ყველაზე რთულია, როცა კონკრეტულ ბიუჯეტზე ხარ მიბმული და იქ გაქვს რაღაცა შეზღუდვები და თან ამასობაში რაღაცა შემოქმედებითაც გინდა რომ დადო ის შედეგი, სადაც შენი სახელი და გვარი იწერება, იქ უკვე რაღაცა ცოტა ისეთი დილემის წინაშე ხარ, რომ რაღაცა რამდენად მნიშვნელოვანია, ძალიან სწორი რაღაც ახსენე. რამდენად მნიშვნელოვანია, ბევრი არქიტექტორის მაგალითად მსგავსი პრინციპები არ აქვს, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რაღაც პროექტს და რუსო ჯანშიაშვილის მიერ შესრულებული. ჩემთვის არის მომენტი, როცა ცალსახად მნიშვნელოვანია, როცა დავუშვათ შენი სახელი ქვია პროექტს და მე მithქვამს პროექტებზე უარი, სადაც რომელიც ძალიან ცდება ჩემს წარმოდგენას არქიტექტურაზე, ჩემს ხო მithქვამს. ახლა შემდეგ სხვანაირ დამკვეთებზე ვისაუბროთ. ახლა აი რას ურჩევდი თქვა ისე დამკვეთებს, რომლებთანაც გინდა არ გინდა რაღაცა მოდულ რეჟიმში გიწევს რაღაცის გარჩევა, რაღაცაზე კამათი სიტყვაზე შეიძლება არიან დამკვეთები, რომელიც ვერ ერკვევა, მაგრამ მაინც ჩართულობა აქვს და ეს რეალურად ხელშემშლელია ამას ალბათ როდესმე მაინც მიხვდებიან. რას ურჩევდი მსგავს დამკვეთებს, რომ აი როგორ რა ნაბიჯები გადადგან იმისთვის, რომ თქვათ მათი პროექტი შესრულდეს აი ბიუჯეტსაც რო თავი დავანებოთ, თქვათ აფთოიოს არ ამბობს, მაგრამ სადღაც შეზღუდულიც არის და სადღაც აი რაღაც მაინც უნდა მოერგო, ხო თქვათ? იცი რა არის, ხო, დამკვეთ მქონია მე შემთხვევით, დამკვეთმა რა თქმა უნდა ჩვენზე მეტი იცის ყოველთვის და ეს მიდგომა აქვთ, რომ ხო, ყველაფერი ჩვენ უბრალოდ ვართ მხაზველები, თვითონ ყველაფერი წარმოდგენილი ზუსტად იცის რა უნდა, როგორ უნდა, უბრალოდ აი ამას ვერ ხედავს და ეს დამანახე. ოღონდ მე უკვე მუშაობის პროცესში როცა გადიხარ რეალურად კონკრეტული მიწის ნაკვეთიდან გამომდინარე ხე კერძო სახზე მაქვს ლაპარაკი რომ ეს იქ ვერანაირად ვერ გაკეთდება და რაღაცა და გადმოყავს შენ მე უკვე ხვდებიან მაგას რეალურად რომ ყველაფერი არიციან და რაღაცნაირად მოყვებიან და ნელ-ნელა გადმოდიან შენს პროფესიონალიზმისკენ უფრო იხრებიან კი ეგეთი რაღაცები და ურჩევდი რომ ნუ ხო რაღაცნაირად თუ მოდიან ჩვენთან გვენდონ იმიტომ რომ მე ექიმთან არ მივდივარ ჩემი დადგენილი რეცეპტებით ჩემი დადგენილი მე ექიმთან მივდივარ ჩემი ანამნეზით და ბოლომდე ვენდობ იმას რომ ის წარმართავს სწორ მკურნალობას ზუსტად იგივეა არქიტექტურაც ანუ თუ მოდიხარ ჩემთან მე ვისმენ შენს მოთხოვნებს შენს სურვილებს და დანარჩენი მომეცი უფლება და ასე ვთქვათ რაღაც ნება რომ მე ჩემი მხრიდან რუსო აი ამ მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობაზეც მინდა რომ რაღაცა კომენტარი გააკეთო მერიებთან არქიტექტურის სამსახურებთან იცი რა გიმარტივდებათ და რა გირთულდებათ ზოგადად მათთან ურთიერთობაში სირთულიდან დავიწყებ იმიტომ რომ ეს არ არის მარტო რამოდენიმე არქიტექტორის ეს არის ძალიან მასშტაბური პრობლემა და ალბათ ვიტყოდ რომ ეს ძალიან ესეთი განსახილველი საკითხია რაც შეეხება მერიასთან ურთიერთობას, ანუ პროექტების შეთანხმების ეტაპზე, გვაქვს პრობლემები შემსრულებლების მხრიდან. ანუ როცა მოდის ხარვეზი კონკრეტულ ობიექტთან დაკავშირებით, ეს ხარვეზი შემდეგ სხვა შემსრულებლის ხელში თუ ხვდება პროექტი, მოდის განსხვავებული ხარვეზები, ანუ არ არის თანხმედრა რაღაცა კანონმდებლობიდან გამომდინარე არის, მაგრამ არ არის რაღაც ერთიან სქემაში მოქცეული და არ აქვს ერთიანი რაღაცა ესეთი ლოგიკური სახე, რომელიც ნუ უნდა მისდიო იმას.
შესაბამისად თუ ცალკე თემა არის მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობა საკმაოდ რთული. ახლა უკვე გადავედით ციფრულ რეჟიმზე, ანუ აქამდე სახელით გვიწევდა პროექტების ჩატანა, რაღაცა ატვირთვა ბევრად გამარტივდა, თუმცა იქიდან უკვე კავშირი ძალიან იგვიანებს. ანუ სავარაუდოდ კადრი არ არის შესაბამისი რაოდენობის, არ არის მომზადებული და ხშირ შემთხვევაში დამკვეთს გონია ხოლმე რაღაცა შუამავალი ხარ, შენ ხარ აი შეთანხმების ეტაპზე დამკვეთს და მერიას შორის არქიტექტორი არის შუამავალი, ანუ შენზე ტყდება ის და მუდმივად ხდება თავის მართლების რეჟიმში ყოფნა უწევს არქიტექტორს, ხო, რომ მე ეს ხა თავიდანვე შევიტანებ და ასე შემდეგ. კი, მოთხოვნებიც მუდმივად იცვლება. ანუ მერის მხრიდანაც უცებ შეიძლება რაღაცა ახალი კანონი ისე წამოგეწიოს პროექტის შეთანხმების დროს, რომ შეიძლება რაღაცა ისე ძირეული ცვლილებები გამოიწვიოს უკვე პროექტის კეთებისას. ამიტომ რაღაცნაირად აი მუდმივად ვართ ეს მოჭიბულ რეჟიმში, რომ რაღაცნაირად დავეციოთ. ჩემ ხოთ ინტერიერის დიზაინსაც და საკმაოდ გავრცელებული პრობლემებიდან დაწყებული საკმაოდ გავრცელებული მიმართულებაა საქართველოში. გვიჭირს ინტერიერშიც ძალიან ბევრი კარგი პროდუქტის შეტანა ბაზრიდან გამომდინარე, იმიტომ რომ რაღაცა მიეჩვია ეს მაღაზიებიც, რომ რაღაცა 90% ერთ მიმართულებას აყიდიან, მარტო ის შემოაქვს და აღარ უნდა რაღაც არც კოლექციის განახლება და არიან ჩემით და შენი მეგობარი მაღაზიებიც ბევრი, რომლებიც თქვათ კარგი პროდუქტებით შემოაქვთ მათ და ერთი რიგი პრობლემის წინაშე მაგალითად ჩვენ ყოველთვის ვიდექით რომ არ მოწონს დამკვეთს აი სამი თვით ადრე რომ უკვეთავს ფილას თუნდაც რომელიც ამ თვეში უნდა ჩამოვიდეს ხო ყველა ცდილობს რომ რაღაცა მოეწონება ხვალ უკვე რომ წაიღოს თუ რაღაცა და აი ამ ინტერიერის მიმართულებით აი რა ძირითადად რა პრობლემის წინაშე დგავართ საქართველოში ან რა გვაქვს გამოსასწორებელი მე ვიცი რომ ჩვენ დიზაინ ლაბის ერთ-ერთი თვალსაჩინო მეგობარი ხარ დიზაინ ლაბის დიზაინ ლაბში არის ასოციაცია რომლის ბორდის წევრიც ვარ უკვე 1 წელია და შესაბამისად აი ზუსტად ის პრობლემები რაც შენ წეგან ახსენე ამ პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ მრავალი კუთხით დავუშვათ იგივე ახალი კომპანიების შემოყვანა უცხოური კომპანიების რომლებიც აკეთებენ აწყობენ პრეზენტაციებს სადაც აი ძალიან დეტალურად განვიხილავ თუნდაც ამ თანამშრომლობის საკითხებს მასალებთან ერთად დავუშვათ ვადები როგორ იქნება გაწერილი რა უნდა გავითვალისწინოთ წინასწარ შეკვეთის დროს და ბევრად უფრო ესეთი მრავალფეროვანი არჩევანი გვექნება სამომავლოდ თუ თანამშრომლებთ აი ამ მრავალ კომპანიასთან და გვექნება ამის შესაძლებლობა შემდეგი კუთხე არის ის რომ ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობთ კანონის ფარგლებში მოვაქციოთ დამკვეთთან ხელშეკრულება ეს დიზაინ ლაბის ეგიდით აკეთებს ყოველთვის დიზაინ ლაბის ეგიდით დიზაინ ლაბი რეალურად გაწევრიანებულ ადამიანებს ეხმარება ძალიან ეხმარება ძალიან და მე მინდა მოვუწოდო ყველა დიზაინერს და არქიტექტორს აუცილებლად კონდეთ სურვილი და მეც ვისარგებლობ და დიზაინ ლაბს მოვიკითხავ დიდი პატივისცემით კარგ საქმეს აკეთებთ და რაც უფრო ჩართულობა გექნება თამაში მით უფრო ალბათ კულტურა როდესმე დაინერგება საქართველოში. ხო და ნუ აი ახლა მაგალითად უკვე იხვეწება ის ხელშეკრულების ფორმა რომელიც დამკვეთთან გვექნება წარსადგენი და ეს ძალიან გაამარტივებს ორივე მხარისთვის თუნდაც კომუნიკაციას რაღაცა კანონის ფარგლებში. ზუსტად მე ბოდიში გაწყვეტინებ მაგაზე უნდა მეკითხა არქიტექტურაზე. რეალურად ეს დიდი პრობლემა არის აი ხელშეკრულების სწორი წარმართვა დამკვეთთან მიმართებაში ანუ თუ მან შეიძლება რაღაცა პუნქტები ჩვენ გავურთულოთ ეს იმას არ ნიშნავდეს თქვათ რომ დამკვეთს ვერ არ დაიძაბოს ან შეეშეს თუ ჯობია რომ დაიძაბოს და ვფიქრობ რომ მაინც რაღაცა ის თავდაცვითი ბერკეტი უნდა გქონდეს იქიდან გამომდინარე რომ ყოველთვის აქ დამკვეთს ის პოზიცია რომ ნუ იცი რა არის მე რაღაც კონკრეტულ სამუშაოში მაქვს თანხა გადახდილი და ეს სამუშაო იმდენად უწყვეტად და დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს ანუ შეიძლება გაგაკეთებინოს ერთი კონკრეტული რაღაცე დავუშვათ არქიტექტურაში და ინტერიერში ერთი კონკრეტული ობიექტის უთვალავი ვარიანტი ანუ რაღაცას უნდა დაესვას წერტილი სადღაც უნდა გავჩერდეთ იმიტომ რომ მე რაღაცა გაწერილი მაქვს რომ დავუშვათ ეს პროექტი ამ პროექტისთვის მე მაქვს გათვლილი რაღაცა პერიოდი ჩემი მუშაობის და არა უსასრულოდ შესაბამისად მე უკვე როცა ხელშეკრულებაში ეს მედება რომ მე
აი ამ გადახდილი თანხის საფასურად მე გთავაზობ დავუშვათ 2 მაქსიმუმ 3 ვარიანტს. მეოთხე ვარიანტის შემთხვევაში რომ ვითხოვო დამატებითი ან მოვითხოვ დამატებით დადასღაურებას, ეს ყველაფერი არ იქნება უკვე გაოცების საგანი, რომ რის ხარჯზე ითხოვ. ეს ყველაფერი იქნება ხელშეკრულებაში გათვლილი და რა თქმა უნდა არქიტექტორიც, დიზაინერიც, ინტერიერის დიზაინერიც იქნება დაცული ამ მხრივ. აი ჩვენც ახლა უამრავი პროექტი გვაქვს შესრულებული და იცით როგორ რაღაცის წინა შევიდე კითხვა ყოველთვის რომ მიდიოდი თქვათ რაღაც კონკრეტული მასალების მენეჯერი რომ მიყვებოდა კონკრეტული პროდუქტების ან დიზაინერი ასარჩევად ანუ დამტკიცებულ და დადასტურებულ პროექტზე უკვე იწყებოდა რა მოდი ეს არ გვინდა ეხლა ეს ჩავსვათ ის არ ვქნათ ეს არ ვქნათ და ხო ნუ რაღაცა მომხმარებლებსაც ასეთ რჩევას მივცემთ რომ ეს ადამიანები არიან გათვლილი რაღაც დროზე მათი ანაზღაურება პირდაპირ მნიშვნელოვნად დროზე არის დამოკიდებული და ეს რაღაცა თუ ვინმე მეორე და მესამე და მეხუთე აკეთებს ეს უბრალოდ პატივისცემა არის დამკვეთის მიმართ ჩავთვალოთ რომ საჩუქარია ასე რომ ვთქვათ აი აჩუქარი დრო რომელიც ამ დროს ფული ღირს რეალურად და თქვენთვის ღირს ფული კონსულტაცია მაგ კულტურის დანერ გამინდა სხვათა შორის საქართველოში ან მილიონი ადამიანი ყოველდღიურად აი ასობით ადამიანი ჩემთანაც რეკავს და მეუბნება რომ აი იქ რა ვქნა რა მასალა გამოვიყენო ან მთელ სოფლიოში ესეა მე რაღაცები შვედებს უწერ და იმას რა ქვია ხორვატებს იმას აშენ მასალებს რითი უნდა აშენო და მაგაში თითო პროექტში ვიღებ ფულს და აქ ესე პროსტ ტელეფონზე დაგირეკოს ვიღაცამ და ეს ნუ აი რაღაცა ესეთია რა მასალა გამოვიყენო მეგობარი აუცილებლად გახდება შენ უახლოს მეგობარი და დაგირეკავს აუცილებლად და რჩევებს ხო კითხავს რჩევას რომელიც არ სრულდება იცი რა არის ნუ რაღაცნაირად თვითონ აი ზოგადად მენტალიტეტში უნდა მოხდეს ეს ცვლილება რომ ადამიანთან გქონდეს ის ურთიერთობა რომ რაღაცნაირად ის კეთილნებას რო იჩენს შენი მხრიდან რაღაცით კომპენსირება უნდა მოახდინო მისი დროის იმიტომ რომ ის ცდება იმ საქმეს რომელიც არის მისი შემოსავლის წყარო და ეს თუ არ დაასრულდა რაღაცა ფორმით მე მგონი ძალიან გართულდება იგივე არის სხვადასხვა სფეროში ხა იურისტებსაც აქვთ ეგ მიდგომა რომ იურიდიული კონსულტაცია ღირს ფასი ხო რაღაცა საათობრივი ღირს ფასი ანალოგიურია ხარ ახან ექიმთან კონსულტაცია ექიმთან გამარჯვებას ვერ ამბობ კაბინეტში შესვლამდე სანამ დავუშვათ ეხა აქ არ არის რომ დაუსრულებლად რაღაც პირველადი კონსულტაციაც ვთვლი რომ უნდა იყოს რაღაცა გარკვეული თანხა კი ძალიან სწორია და ალბათ გავსი რაღაცეებიც აი სადღაც ნელ-ნელა კულტურამდე აი ამ ყველაფრის კულტურამდე მივიყვანოთ და ეხლა დამეთანხმები ისეთი ქაოსია სამშენებლო სარემონტო მიმართულებით რომ აი მიწევს მე ეს ქაოსიც აი ამ დამკვეთებთანაც კონფლიქტს იმასაც ამასაც ნუ მე მაინც გარავდივარ ხა შესრულების ნაწილზე და კითხვა შემდეგიც ეგ მაქვს რამდენად კმაყოფილი ხარ შესრულების ნაწილზე საქართველოში თქვა თუნდაც ამ შემდგომ მიმართულებით შენი პროექტებს ვასრულებს ვიღაც ან ინტერიერის მიმართ რემონტის მიმართულებით აი რა არის აი მაგ მხრივ აუცილებელია პროექტის დასრულებასთან და მშენებლობის ნებართვის ხელში დაჭერასთან ერთად მივთვლი რომ ძალიან ხშირად დამკვეთები რატომღაც უგულებელყოფენ ზედამხედველობის ფაქტორს ანუ ზედამხედველობა არქიტექტურის ჩართულობა შესრულების ეტაპზეც არის უნიშნელოვანესი იმიტომ რომ ნახაზის წაკითხვიდან დაწყებული და უშუალოდ რაღაც ამ ყველაფრის გაანალიზება, რეალიზება, ყველა ეტაპები, ანუ არქიტექტორი რჩება განზე და მე უკვე რაღაც არის შემთხვევები, როცა რეალური შედეგი და პროექტი, შეთანხმებული პროექტი ძალიან აცდენაშია. იქიდან გამომდინარე, რომ ამასობაში ერთვება დამკვეთი და იცი რა არის, ეგ პატარა ცვლილება და მე კორექტირებაზე შევიტან და ეს ნუ არ მთავრდება. აქედან გამომდინარე, რაც შეეხება ხარისხს, იცი რა, ესეც მე ვთვლი, რომ ნუ ნამდვილად არ გვაქვს მშენებლობის და შესრულების ცუდი ხარისხი, რა თქმა უნდა, და ზერთად არქიტექტორებს აბრალებენ, რომ აი ეს რაღაც ნიშე გვაქვს, რომელი ნიშეც არქიტექტურული ნაწილი არ უნდა შეეტანოს და ფიზიკურად ვერ გამოვა. ეს დეტალი არ უნდა ვქნათ, ეს ამოვიღოთ, ის ჩავსვათ. ცოტა მარტივი გამოსავლის პოვნა. ხო, და ამ დროს როცა არის კლასიკურად სწორად შესრულებული არქიტექტურა, ცოტა რთული ნაწილებიც არის, კი. კონსტრუქციული პროექტი როცა არის, იქ რაღაცა თავის ინტერპრეტაციები ცდილობენ, რაღაცა ცოტა ესეთ ხო, გაძრომას, მაგრამ აი ზუსტად მაგისთვის არის ზედამხედველობა აუცილებელი და
ჩართულობა, რომ ყველა ეტაპზე გაკონტროლდეს ის, რომ საბოლოო შედეგი იყოს ერთი. ჩვენ ერთვებით ჩვენ პროექტებში. კი. მუდმივ რეჟიმში მონიტორინგი გააქვს. კი, დიდი სიამოვნებით და დიდი ენთუზიაზმით, იმიტომ რომ ეს ჩემი ინტერესიც არის, რომ მე საბოლოო ჯამში მივიღო ის შედეგი, კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ხო, ეს კარგია. კარგი სანახავი იქნება პროექტზე სხვათა შორის. კი. რუსო, მასალების ხარისხი რო გადავიდეთ, შემთხვევა პრაქტიკა გაქვს, რომ დარწმუნებული უკვე ხარისხშიც რაღაცა ესეთი ექსპერტული ის გექნება, გამოცდილება. რამდენად ხარისხიანი მასალებია საქართველოში, თქვათ და რამდენად გიმარტივდებათ ამ მასალებთან ურთიერთობა, თქვათ, აი რაღაც კონკრეტულ მასალებს ხო ძევთ პროექტში. რა თქმა უნდა. ხო, აი რამდენად ახლოს ხართ მე ამ ხარისხთან და როგორ. იცი რა, ხარისხის მოთხოვნა თუ გაქვს რეალურად ნახავ ზუსტად იმ ხარისხის პროდუქციას, რა პროდუქციასაც მოისაზრებ შენ პროექტის კეთების დროს. Ну, რა თქმა უნდა, ესეც ბიუჯეტზეა დამოკიდებული, ვადებზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ რეალურად ადგილზე შეიძლება არ იყოს, მაგრამ წინასწარი გათვლებით და წინასწარი გაწერილი გრაფიკით შეიძლება დავუშვათ იმპორტირებულ მასალაზე გააკეთო ორიენტირი და ის ჩადო პროექტში, რომელიც საბოლოოდ დაგიდებს იმ შედეგს, რაც გაქვს წარმოდგენაში და როგორ ხარისხსაც ელოდები. ადგილობრივ ბაზარს რაც შეეხება, ну, აქაც არის კარგი ისინი, რა თქმა უნდა, ხარისხიანი მასალები და მასაც აქტიურად ვიყენებთ ობიექტებში. ანუ მხოლოდ იმპორტზე არ ვართ ორიენტირებულები. ამ სარემონტო მასალებთან მიმართებაში აი შენ რომელი კომპანიები გიყვარს? იცი რა არის, სარემონტო მასალების კომპანიებს აქვთ ძალიან კარგი ტენდენცია მიდის თავიანთი პროდუქციის ესეთი პრეზენტაციების სახით წარდგენის შესაბამისად თვითონაც ძალიან მონდომებულები არიან, კონკურენციაა და ну რაღაცა დაინტერესების ვარიანტში დავუშვათ ბევრი ოფერი აქვთ ისეთი ხოლმე რომ დავუშვათ თვითონ მოვიდნენ რეალურად გაჩვენონ იქ ობიექტზე ადგილზე ანუ თვითონვე შეგისრულონ რაღაც იმ მასალებით რაღაცა კონკრეტული მონაკვეთი რომ დაინახო რეალურად როგორ გამოიყურება ეს მასალა, იმიტომ რომ შემსრულებლის მასალაზე მეტად ანუ ხელოსნის და შემსრულებლის პრობლემაა. აი ხო მაგალითად ეკოუთსაც შოურუმში იმდენად მაგრად აქვს წარმოქმნილი თითოეული პროდუქტი, აი მოწყობილ მდგომარეობაში, რომ აი უმარტივდება ხალხს ეს რაღაცას არჩევს, ჯობია მეგობრებო, რომ პირდაპირ მიხვდეთ ხოლმე ხესთან დაკავშირებით ეკოუთში, იქვე ნახავთ საერთოდ ყველა პროდუქტს შოურუმში წარმოქმნილს მოწყობილ მდგომარეობაში და ამიტომ გამარტივდებათ უფრო მნიშვნელოვანია რომ მე დავინახო დაუშვათ არა ყუთში ის მასალა, არამედ უკვე რაღაცა სტენდის სახით ან რაღაც აი იმათ რო აქვთ სარემონტო მაღაზიებს მაგალითად ის პროდუქტი უფრო ბევრი ეყიდებათ, რომელიც თქვა აბაზან აქვთ მოწყობილ მდგომარეობაში და წარმოდგენა უკვე უმარტივდება თქვა კლიენტსაც რომ რაღაცა მარტივად მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეხედავს რომ ასეთი იქნება ჩემი აბაზანი და უმარტივდება ეგ ნაწილიც სიტყვაზე. თვითონ სარემონტო მასალები, აი რომელი ქვეყნებია ისეთი რომელიც საქართველოში დომინანტია და რაღაცა დომინირებს ის ხარისხითაც და ვიზუალითაც. ძირითადად მაინც უფრო იტალია. იტალიური მასალა ხო. არ შეეშლებოდათ მაგათი. დავუშვათ მოსაპირკეთებელ მასალაში ხა ესპანეთიც არის ცალსახა ლიდერია და ნუ არის ქვეყნები კიდე საიდანაც საკმაოდ ისეთი ხარისხიანი და კარგი პროდუქცია შემოდის. და რაც მთავარია ფართო არჩევანია. ანუ ვიზუალურად განსაკუთრებით ინტერიერის დიზაინში შენ გჭირდება ძალიან დიდი პალიტრა, საიდანაც უკვე მე ზუსტად იმ შენ კონკრეტულ რაღაც ნიუანს ჩაიჭერ და იმას აარჩევ, რაც იცი რომ იმ ინტერიერში დაჯდება რომ ზუსტად. აი მსგავს პროდუქტებს თქვათ არქიტექტურაში რამდენად ითვალისწინებთ სიტყვაზე, აი ვოლმა ახლა დაიწყო ამ ბლოკის შემოტანა. ვოლმა საქართველოს კომპანია რომელი ტიხრის მოწყობის დროსაც ამ ბლოკი თორსა მოეწყობა, თან ძალიან მარტივად და ლეგოსავით იწყობა. გაცილებით დიდი აქვს თქვა ტრადიციულ მასალებზე, სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე და ყუნვაზე, ანუ რაც ნიშნავს, რომ ძალიან გაცილებით მყარია და არ ექვემდებარება ლესვას.
ანუ რამ ეკონომიის მხრივ, ანუ პირდაპირ სამალეორო სამუშაოები კეთდება ამ ბლოკს. ეს ძალიან დიდი ხო, აი ამის დანერგვა, აი, რას ურჩევ ასეთ კომპანიებს, ვისაც ესეთი პროდუქტები აქვს და არ იცის თქვათ, ბევრმა არქიტექტორმა არ იცის, ბევრმა ასეთმა კომპანიებმა არ იცის სიტყვაზე, სადაც რეალურად ეს ბლოკი რო გამოიყენოთ, ძალიან დიდ ეკონომიას დაკეთებდა პროდუქტს კიდე ჯანსაღ პროდუქტს ქმნით ან ჩვენ სახლში და ეცი რა შეიძლება იმას რომ დავუშვათ აი ამის პრომოუშენ როგორ შეიძლება რომ წარდგეს მე ვფიქრობ რომ რაღაცა თუნდაც შოურუმში რაღაც ისეთი მასტერ კლასების სახით და მოაწყონ ესეთი პრეზენტაცია სადაც აი არქიტექტორების და დიზაინერების მოწვევით უკვე რეალურად აჩვენებენ ამ პროდუქტის პრიორიტეტს დავუშვათ სარგებელს ხარჯის სახითაც ვიზუალურადაც დაინახავენ და თვითონაც იქვე აწყობინებენ ამას. იმა დიზაინ ლაბში მსგავსი რაღაცების პრეზენტაციები კეთდება, ხო? ახალი კომპანიების თუ ძველი კომპანიებიც აკეთებენ. ძველი კომპანიებიც აკეთებენ, ახლებიც აწყობენ, თუ თავიანთი სივრცე აქვს დავუშვათ გვაქვს გასვლითი სახის პრეზენტაციები დავუშვათ რაღაცა იქ თავიანთ შოურუმებში აკეთებენ და დიზაინ ლაბშიც შეუძლიათ რომ ჩაატარონ მსგავსი პრეზენტაცია თავიანთი პროდუქციის წარდგენით. უსო ეკოლოგიასთან დაკავშირებით მინდა რომ შეგეკითხო მასალებს რომ სვავთ თქვენ პროექტებში. შენ ხა ეს არ შეგეშლება, იმიტომ რომ საკმაოდ გამოცდილი არქიტექტორი ხარ და არა მარტო რაღაც ეს მოგზდებს, წინაპრებიდან მოგზდებს ეს პროფესია და ალბათ სანამ პროფესიონალი არქიტექტორი გახდებოდი, მანამდეც ძალიან ბევრი ინფო გექნებოდა ამასთან დაკავშირებით. რამდენად აქცევთ თქვენ მაგალითად ეკოლოგიურ პროდუქტებს ყურადღებას. ეს ჩემი პირდაპირ ჩემი მიმართულებაა და green building-ი და რაღაცა ჩემი სადოქტორო ნამუშევრებიც აი green building-ს უკავშირდება რეალურად, მაგრამ მე ვაქცევ მაგალითად და ან ხშირად ხდება ესეთი პროექტები, სადაც აი პირდაპირ და თამამად შემიძლია თქვა, რომ აი რატო ხოცავთ ამ ხალხს თუ რაღაცას ვეკითხები ხოლმე ამ არქიტექტორებს, რომ კონკრეტული პროდუქტი აქვს ჩასმული. ერთი მე ვფიქრობ მაინც რომ აი ამ არქიტექტურულ სასწავლებლებში, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტი გაქვს დამთავრებული და იქ ასწავლიდნენ როგორც მახსოვს. მასალად მცოდნეობის მომენტი იყო. რამდენად თქვათ რა მასალა რა ტექნიკური მახასიათებლები აქვს და ახლა ითვალისწინებს არქიტექტორი ამას? იცი რა არის არქიტექტორი ითვალისწინებს ამას, მაგრამ აი ეხლა ნახე როგორი მომენტია ინტერიერის დიზაინში დავუშვათ. დამკვეთს აქვს მხოლოდ იმის სურვილი ხოლმე, რომ აი რაღაცა მინიმალურად და დავუშვათ აი ბავშვის ოთახი შემიღება ეკოლოგიურად სუფთა საღებავით. ეს არის მინიმალური მოთხოვნა. არის დამკვეთი, რომელიც აი მაქსიმალურად ბუნებრივ მასალებზე ორიენტირებული და გთხოვს, რომ აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა არანაირი დავუშვათ რაღაცა ესეთი მასალა არ გამოიყენო, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ფართო მასშტაბს რაც შეეხება უშუალოდ არქიტექტურას, იქ უკვე ცოტა ესეთი მომენტია. ანუ ბოლომდე მასალებზე ვერ გადადიხარ ფიზიკურად. იმიტომ რომ ახლა იქ კარკასია, იქ რაღაცა არის რაღაც ნიუანსები, რომელიც არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ახლა თავიდან ბოლომდე. ხო, მაგრამ რემონტის პროცესში შეიძლება უკვე იმის დაცვა ისე მოახდინოს სხვა ეკოლოგიური მასალებით, რომ საზიანო აღარ იყოს თუნდაც. ეს უკვე ინდივიდუალურად მე თვითონ ანუ კონკრეტული ბინის ფართის მეპატრონის კეთილინება თავის სივრცეს როგორ მოაწყობს და რამდენად თავის ჯანმრთელობაზე იზრუნებს, მაგრამ ზოგადად მთლიანი შენობები ხო, ცოტა ეს არის რთული გასამართი მაქვს კუთხით. კი ბატონო. რუსო ტრენდზე აყოლილ მომხმარებლებს აი რას ურჩევდი? რა არის ტრენდული დღეს თქვათ ინტერიერში, აი რა შეიძლება რომ გავითვალისწინოთ? იცი რა არის, აი მე ზოგადად არ მესმის რას ნიშნავს ტრენდული ინტერიერი. მართლა ვერ ვიგებ, იმიტომ რომ კი, ყოველ წელს არის რაღაც კონკრეტული ფერები, აი წელს არის ბუნებრივი, ნატურალური ფერები, დავუშვათ იგივე მწვანე, ყავისფერი, რაღაცა ბუნებასთან მიახლოვებული ფერები ტრენდში. ანუ ეს წლის ფერად გამოცხადებული რაღაცა კონკრეტული პანტონი არის სხვა რაღაცა. ინტერიერს რაც შეეხება, რას ნიშნავს ტრენდული ფერი? წელს დავუშვათ მე მივყევი ტრენდს და შევღებე კედელი მწვანედ. და გაისად აღარ არის მწვანე ტრენდი. ანუ რა ვშვები, ყოველ წელს ვდგება. აუყვე და გაისად ვერ ჩამოუყვე. ვდგები და თავიდან ვღებავ ტრენდული ფერით.
მე ვთვლი რომ ზოგადად ტრენდს აყოლა ცოტა ესეთი არასწორია არც ინტერიერის დიზაინში და მე ვთვლი არც არაფერში. იქიდან გამომდინარე რომ იმით უმეტეს ინტერიერის დიზაინი არის ბინას რაც შეეხება კონკრეტულად არის აი რაღაც შენი შინაგან სამყაროს გამოძახილი უნდა იყოს და შენი უნდა იყოს ის ინტერიერი რაც ხა ტრენდს ავყვედა აი ეს ფერი მე ცხოვრება მაღიზიანებდეს ნუ აი არანაირ ლოგიკაში არ შედება აქედან გამომდინარე ძალიან ცოტა მეცინება ხოლმე რომ ეკითხებიან ნოი წელს როგორი ტრენდია როგორი ავეჯია ტრენდული რას ნიშნავს გაისად ვაგდებთ ფანჯრიდან ამავით ანუ თუ გვაქვს ის დავუშვათ პრინციპი რომ ჩვენ ყოველ წელს შეგვიძლია ამ ტრენდს ავყვეთ და ვცვალოთ ეს ყველაფერი ოკეი მაგრამ ვერ ხო იყო პერიოდი თუ გახსოვს ლოვ წელზე რო აყვაყველა და ბეტონის ჭერები და ბეტონის კედლები დატოვეს და მე იყო აი საშინელი მტვერია და ვერაფერს ვერ ვაკეთებ და ანუ მე იყო უკვე ამ ჭერის დაფარვა ხო ანალოგია ტრენდულობას შეეშვა ჯობია რომ რაღაცას შენზე მორგებული რა თქმა უნდა მე არ ვარ მომხრე რაღაცა ეს ბოლომდე ბრმად მიყვე ხო ჩვენიერი რას ურჩევდით ზოგადად რას ურჩევდით არქიტექტურაში პოტენციურ მომხმარებლებს რომლებიც ახლა უკვე ფიქრობენ და თქვათ უნდა ააშენონ თავისთვის სახლი და დაუკავშირდნენ არქიტექტორს იცი რა არის ჯერ პირველ რიგში აი არქიტექტურა იწყება მიწის ნაკვეთის შეძენიდან ანუ უკვე არსებული მიწის ნაკვეთიდან ანუ არქიტექტურა არ არსებობს ჰაერში კეთება იქ როცა იწყებ კონკრეტულ პროექტზე მუშაობას პირველ რიგში უნდა გაითვალისწინო იქ სიტუაცია დაუშვათ ლოკაცია იქ გარემო ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი ვურჩევ ანუ მათი სურვილები იყოს ბევრად უფრო რაღაცნაირად ჩამოყალიბებული და კარგად გააზრებული. იმიტომ რომ სახლი არ არის ის მომენტი, რომელსაც ეხლა ავაშენებ, მე რაღაცა შევცვლი, რაღაცას გადავაკეთებ. აი ეს ყველაზე ცუდი მომენტია, როცა მიდის მე სახლის გადაკეთების მომენტი. უკვე არსებული და რაღაცა ეს მიწეპებული, დაშენება, მიშენება, აი რაღაც ეს ნიუანსები რო იყოს წინასწარ გათვლილი და დაგეგმილი, ბევრად უფრო ორგანული და ერთიანი სახე ექნება იმ შენობას და ბევრად უფრო ესეთ შედეგს მივიღებთ, რომ გარემოშიც უფრო ჩაეწერება და რაღაცა უფრო სათქმელსაც იტყვის ის კონკრეტული შენობა. ხო და რაღაცნაირად აი თავიანთი სურვილები ქონდეთ ბოლომდე გააზრებული. ასევე ინტერიერშიც იგივე პასუხი ექნება. ხო, ინტერიერით შესაბამისად ინტერიერი კიდევ უფრო სუბიექტურია. ინტერიერში ცვლილებები რაღაცა ეტაპის მერე ოკეი და დაუშვათ რაღაც ცვლილება ყოველთვის არის რომ რაღაცა მომენტ გინდა რომ რაღაცა სიახლე შეიტანო. აი შენობას რაც შეეხება ცოტა უფრო რთულად არის აქ საქმე, იმიტომ რომ ახლა რამდენჯერ გადაღება ვიმფასოთ. ფორმა მაინც არ შეიცვლება შესაბამისად. ხო, ეს მაგის რაღაც საგურამოში მაგალითად ახლა გავიაროთ 100-დან 90 სახლი ერთმანეთს გავს. ხო. ესეც რაღაცა მე ვფიქრი რომ ესეც პრობლემაა რეალურად, რომ აი იცი რა არის, მან დარი უკვე სხვა ფაქტორზე დამოკიდებული, ხა როცა ესეთი აუთვისებელი დიდი კონკრეტული ტერიტორიებია, მან უკვე დგება გერგე, ხო და იმაზე ხარ მორგებული და გერგეში უკვე დადგენილია დაუშვათ ის კონკრეტული სახლის ტიპი, როგორიც უნდა ჩადგეს იქ. შესაბამისად, იმიტომაც არის ეს რაღაცა საერთო განაშენიანების სახე, ესეთი ერთგვაროვანი და ამიტომ არ იძლევა საშუალებას. მაგრამ თუმცა მაგ მხრივაც რაღაცა კარგი ესეთი ტენდენციები ინერგება და უშუალოდ აი ლისზე კეთდება ახლა საკმაოდ საინტერესო პროექტი და რამოდენიმე ესეთი ცნობილი ქართველი არქიტექტორის ჩართულობით და ძალიან საინტერესო შედეგს ველოდები ამ პროექტიდან. კი, ძალიან ბევრი ველოდებით. მაგას იმიტომ რომ რაცა კი ბატონო კარგი შესაძლებლობა მიეცათ და ძალიან მიხარია ამისი.
რუსო მადლობა რომ გესტუმრე. ძალიან მინდოდა ყოფილიყავი სტუმარი და იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს, ძალიან დახვეწილი გამოცდილება გაქვს და ბევრია შენი შესრულებული პროექტი, რომელიც ძალიან ბევრმა შეიძლება არ იცის შენია და ასე შემდეგ. მადლობა რუსო. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს რომ კიდე ჩემს გადაცემებში, მე შენს გადაცემებში ხშირად შევხვდებით. დიდი სიამოვნებით, პირიქით მადლობა მოწვევისთვის და წარმატებები. უღრმესი მადლობა.